რომელმაც ჩაგვიტარა მასტერ კლასი რელიგიის ფილოსოფიის. კაცური ხარ, მოდი განავწიოთ. რანაირად გადამიწა? ვიჭა გელი ვარ, რანაირად გადაგიცია, გელი ვარ და გელი. მე რაბდვალიშვილის პირველი დეითი, გოგოს რო ეუბნება, აი და ხელი გადავწიოთ. თუ წამოწექი და თუ აი მოიცა მე წამოუწევი რა. მოდი. და ამის გამო მინდა რომ მისი ასე ვთქვათ, რასის, ეროვნების მუსიკის ფონზე მოვიხმო ის ჩვენთან. გადა ამ მუსიკის ფონზე მიხვდებით ალბათ ვინც უნდა იყოს. ნიგერები პარიზში შესაბამისად შოთა! გამოდი. დარტი. ნიგერები პარიზში. გამარჯობათ, მეგობრებო. არა, კარგად ჩამომართვი. კარგად. ვინც ჩვენი ხელიდან შენდობას მოითხოვს? ვიჩხენ. შოთა. მომისმინე შოთა. აუ რა რომანტიკული ის არის შეხედე. რა, ცეცხლები? არა, ცეცხლი არ გარეთ ვიყურები შენ ეკრანს. მოდი მეც მოვწევ თორემ ნიკოს მაგივრად მეუხერხულება მაგ სკამზე ჯდომა. ლეგენდები ხართ. რატო უხერხულიან, ვიცი რა კარგად ვარ? არა, ამას მართლა შეუძლია. აი, ეგრე ფეხი და თორემ მართლა გონია. ნიკო არის საკმაოდ მაღალი მეგობრებო, თითქმის ჩემს სიმაღლე არის, ასე რომ? კი. არ გეგონოთ რომ დაბალი არის. დაბალი რო ვიყო აი ესე მექნებოდა ფეხები. კი. როგორ არის გამგზელებელი არის? იმიტომ რომ კაცები, ნახე კაცები, კაცები ხო უფრო თითქოს მოგწონს ვიდრე ესე ეროვნულად. მაგრამ კაცები ზედმეტად დებილები არიან მაგისტრის და ზედმეტად უსულოები, რომ სული ეძებოს. რა კაცები უფრო მოგწონს მეტალები. ეგ არა თიცე რა გიკეთია 5 საათია ვერ ხვდები. თიცე ეგეთია ეს. ვი მართლა ისე დავპატიჟოთ მართლა არანაირი ხარტფილი. უბრალოდ დაგელაპარაკე მისამართი. აი ეს რატომ გაქვს ამ ხელა ბიზნესმენ კაცსა ეს? ეს მაჩუქა ჩემმა საყვარელმა ადამიანმა, ამიტომ სულ. ნუ მაშინ გასაგებ. გაცხრა. პროჭად უგრძნობ თავს. წავიკითხოთ დონაცია. სევასტი ფხოდუო. ფხოდუ ერთწამით. სევასტი ფხოდუა. ანუ ესეთი ჰარდკორ მეგრელი გვიყურებს დავიშვე რა. ფაინალ ბოსი არის რა მეგრელების. აი რა სევასტი ფხოდუა. სევასტი ფხოდუა. twin სიჟო გამომცა სერიოზულად. სამეგრელოს ფაინალ ბოსი. ეს ცი რა ტიპი არის? გვარამიას და მელიას რო აკონტროლებს. ეს არის აი deep state მეგრელი. ფუცორა. ვაა, ფუცორა არისო გეხვანცე. 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 რა ფუცორა ანუ კაცი როცდე კაც პირველი წელი არ უნდა ტკიოდეს. წელი თუ ტკივა მიდი და მოიგვარეთ. ორე გამორცო კაცი მე ვერ წარმომიდგენია წევა აი წევა დამიჭირა ღვინოს არ ვსვამთ ჩვენ ვსვამთ ვისკის ენერგეტიკით მოიცა კაცო ვისკის ვსვამთ ენერგეტიკულით ღვინოს არ გირჩევ იმიტომ რომ აბრუებს მე ვეღარ იწინებ მუცელი იბერება ბლოუთი გაქვს და მე შეიძლება კახეთში გადახვიდე საცხოვრებლად. ხო, ეგეთი საშიშროებაც არის. ღვინის სმელებს აქვს ეგეთი საშიშროება. კი. მე ერთი ლოთი ვიცოდი, რომელიც ღვინოს ტრაქში ისხავდა, რომ ვისველაპარაკე. აგე ხმარის მისო ჩატში ერთ წამით გადავხედო ჩატს. აი ნახე რა მაგარი ტიპი ვარ შეხედე. кейსში არ მიდევს, არა, აი ხო მართლა ძალიან რისკია. кейსში არ მიდევს. ეს ეხა დასკრინეთ და ის გოგოს ფოტო დაადეთ რისკიანი ბიჭები მომწონს და მე ეს დაადეთ იმაში რომ кейსში არ უდევს iPhone 17. ხვებიც უნდა ახსენო, იმიტომ რომ ბევრი გააკეთა. აი ეს ადამიანის ეხა ვინც მოიტანა ეს ადამიანის ქუთაი ეს ადამიანი ეხა საქართველოში რომ დაბადებული იყო
რა თქმა უნდა, ამ ქუთაისიდან იქნებოდა ან მარტვილიდან. ვინ ადამიანი? ვინც გიჭირავს ხელში. მე ხელში მიკავია, ესე იტყოდა ზარატუსტრა. კი ბატონო, ზარატუსტრია იქნებოდა ან ზარატუსტრაძე გორაზე დაბადებული ან მარტვილში სადღაც ან ზუგდიდში. სხვა გამორიცხულ ზესტაფონისში ხო ვერ დაიბადებოდა ზარატუსტრა. წარმოიდგინე ზესტაფონელი ზარატუსტრა. რო არ დაგიმალო ზესტაფონი მართლა არ ვიცი, ზესტაფონი და სამტრედია დღემდე მერევა ერთმანეთში. ერთი არის, შუაში არის ქუთაისი, აქეთ აღმოსავლეთ. ზარატუსტრა რომ ყოფილიყო ქართველი იქნებოდა გორაზე დაიბადებოდა ან მასში რა ქვია. არა, გამო არი ფიქრო, აიმე სად ფიქრობს, უეჭველი ქუთაისში წაიყვან. აქანე იქანეში იქნებოდა, აქეთ ქურდული იქნებოდა, აქეთ როკ მუსიკა, იქით რეპი, იქით მხატვრობა, იქით ფილოსოფია და მაგიდან მოისმინე ზარატუსტრა რომ ყოფილიყო ქუთაისელი, ესე იტყოდა ზარატუსტრა არ იქნებოდა. ინგრე იტყოდა ზარატუსტრა. რა ინგრე? ინგრე. არა, ემასე. შოთა. ო. მზად ხარ რომ ქუთაისურ დაკითხვაზე აღმოჩნდე? კი. მზად ხარ? მიდი ვიში გოუში. ჩემს კამზე გადაჯექი. აუ რევს მიკენ რაღაცებს მიპირებს. შოთა. ო. კითხვებს დაგისვა და შენ უნდა უპასუხო გულწრფელად მაქსიმალურად. მზად ხარ? მზად ვარ. კაი. სახელი და გვარი. შოთა ზივზივაძე ბორზაკონი პანიმაი. ეროვნება. ქუთაისელი. კარგი, რას შეცვლიდი ქუთაისში? ქუთაისში შევცვლიდი როკერებს და რეპერებს და ქურდულს. რა არის ყველაზე ბოზური საქციელი სამყაროში? ყველაზე ბოზური საქციელი არის მეგობრის ღალატი. რატომ არის მეგობრის ღალატი ბოზური საქციელი? იმიტომ რომ ყველაფერი რაც აუ საწამი გთხოვ სხვა კითხვა დამისვის სხვა ყველაზე არაბოზური საქციელი რა არის? ყველაზე არაბოზური საქციელი არის შენი მეგობრის დაცვა ბოლომდე თუ გიჯერა მის. კარგი, რას გააკეთებდი მეგობრისთვის ყველაზე მეც? რაც გამაჩნია ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეს დავთმობდი თუ საჭირო იქნება. ოჯახის წევრს და მეგობარს. აჰა, შემდეგი კითხვა. და ეს ჩამჭრელი კითხვა არის. მე ძალიან თეთრი კბილები მაქვს, ყვითელი კბილები მიჩანს. როდის დაბრუნდები YouTube-ზე? YouTube-ზე დაბრუნდები პირველ მილიონს როცა ვიშოვი ერთ წელიწადში და ახლა. $1,000,000 თუ ლარი? ლარი, დოლარი ძალიან დიდი თანხა არის. კარგი. შენი ყველაზე დიდი შეცდომა? 26 წელი გავფლანგე ცხოვრების მანძილზე. რაში? იმაში რომ დავკლებ რო ჩავდი აქეთ-იქით ვიყავი მემარცხენე ეგზისტენციალური ფილოსოფიით შეპყრობილი და ხელოვნებას და მეცნიერებას ვაფეთიშებდი როცა სინამდვილეში არ იყო გასაფეთიშებელი. ეხლა შენ დაჯექი, მოდი. მოგეცალმებით სიმართლე. არა, ესე არ ვარ დაზუმული. კაი, მე და ოდნავ კიდე მოზუმე. აქედან? კი ძალიან ნელა შეეხე. კიდე. მიდი. აუ რა fuck boy. ბილის არა რა fuck boy. მიდი. გამოუშვა. რაც ვერ ამადიებდი საყვარელ ებრაელს. ამინდის მართვას. როგორი არის შენთვის? რას ვერ როგორი არის შენთვის იდეალური მანდილოსანი? მოხდენილი. всё? არა. კი. ლამაზი და მორჩილი და ლუებს არ უნდა ურტყავდეს და ხომ მზად უნდა იყოს რომ აი ბიჭი მეგობრები ხო ხდები? ხო. აი ყველა რო გაქრება უცებ. იყო ფრენდებში, აღარ არის ფრენდებში. ანუ საყვარელ მანდილოსანს უკონტროლებთ ინტერნეტ სივრცეს. რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ ეხა ხო შენ დაგაკენსელებენ. დამაკენსელონ ხოდა. წარმოიდგინე მსახიობი ხარ რუსთაველის თეატრში. всё, ვიყავი რუსთაველის თეატრში, აღარ ხარ. როგორ შეიძლება უკონტროლო მანდილოსანს ინტერნეტ სივრცე?
როგორ და მარტივად. ეუბნები უნდა ვაკონტროლო და აკონტროლებ. ხომ ეგ ხო ახსნა არ არის. ზუსტად აი ეგეთი მარტივი პროცედურა არის. უნდა ვაკონტროლო, ვაკონტროლებ. მე ვარ მანდილოსანი ამ შემთხვევაში. რატო უნდა მიკონტროლო? ხოში მაქვს ეგეთი. რას მთავაზობ? დაკომპლექსებული ვარ. მე დაკომპლექსებული. მორჩა უზრუნველყო ყველაფრით. რა თქმა უნდა. მაშინ ჩემი კარგიც მოვტყარ მიკონტროლე ყველაფერი. ბაზარი არა. კარგი. შემდეგ როგორი არის შენი საოცნებო საქართველო? ნაკლები ეთნიკური, ქართველი პიდარასტი, ქართველი ტრანსი, ქართველი კურიერი. აუ ქართველი ტრანსი, ქართველი პიდარასტი, ქართველი კურიერი. აი მე რა კარგი საარჩევნო ეს არის. ამოდიხარ არჩევნებში, ხო იყო? დენი 10 თეთრი რაღაცა ის 5 თეთრი ის. ქართველი ტრანსი, ქართველი პიდარასტი, ქართველი კურიერი. მაგრამ იგი იმ იდიოტმა თქვა რა ქვია. იმაზე დაიბარეს რა რომ აი ამ კანონზე რას ფიქრობო რუსულზეო და ლექსი რო წაიკითხა 7 წუთი არ ვიცი მაგას თუ დაესწარი. რა ქვია მაგ გამოყლებულ კაცს? უმრავლესობის ლიდერი რო არის? არა უმრავლესობის მელექსი არის და ისა რუსომ როგორც უთხრა ვოლტერსო რომ კაცი გამოყლებული ვერ იქნება. ხო ის სახელი არ ვიცი მაგრამ ყველა მიხვდა ვიღაცა კარგი სხვათა შორის კარგი გვარი აქვს. რა სიტყვი კაცი რომელიც გზნობს ქალად თავს რომელიც არის ლესბოსელი და ქალებთანაა ურთიერთობა. გაიმეორე ვერ იმას. კაცი არის და დებილი არის და გზნობს ქალად თავს. ქალად რომელსაც მოწონს ქალები. ეგ არის სექსისტი, რომელსაც ქალს უნდა რომ თავისივე თამაში მოუგოს, გამიგე? აჰა. ეგ არის უზენაესი სექსიზმი. რა ქონდათ ისტორიულად ქალებს ერთადერთი? რას ფლობდნენ ქალობას? ეგეც წავართვით. ეგეც წავართვით შევიცვლი გენდერს შოთა და ქალი ვარ მორჩა. ეგეც არა აქვს. არც მემკვიდრეობა, არც სახლი, არაფერი ეგეც წავართვით ერთადერთი რამე ქალობა. ქალობად წავართვით ქალებს ჩემი გადგიმა. რებს ამობ შენ ხვდები. წამოწოლილი ვარ აგერ იმასავით რა ვქია. ერთ წამით შოთიე. ნეტა როდის მოვა შემამდე კამერა ეხა ველოდები. მოვა. წამოწოლილი ადამიანი. უი არა ძალიან კაია იყოს ეს. იყოს არა ის. კაი დიდი ბევრი მაგ ნაჭამი ესე არის მოდი. აუჩე. შენ ეხლა მგონია პორნო კასტინგზე ვარიან რა. ეხლა მგონია რომ აქამდე როგორ მოხდი შოთა. ხორო. რამ გაიწულა ეს ცხოვრება? ბევრი გაჭირვეული ჰქონდა წვერით გამითეთ და ამას აქში ამდხნის არ ვარ როგორც თეთრი ვარ და მოკლედ გეი პორნოს გარდა ყველაფერზე ვარ. აი დივანი ყავის არის თუ იმისი ნაჭრის. ნაჭრის დივანი. არა უიმე რებს მომბუფ არა შეიძლება მიყურებდნენ ახლა. არაფერზე არ ვარ რაც სექსუალობას უკავშირდება თანახ. არაფერზე არ ვარ თანახ. სხვათა შორის წლებია პორნო არ მინახავს, ნუ ჯუჯების პორნოს თუ დავევიწყებთ. ეგ უნდა მენახა ხო, ხდები აი მაინტერესებდა როგორი იყო. მაგრამ ადრე იყო რაღაცა ეგეთი რა, რომ კაცი იყო, რომელიც ესე დივანზე სვამდა გოგოებს და ჯერ სრულ დემორალიზებას უკეთებდა. ხე არა ადამიანი. ეკითხებოდა შენ ნაგავო, მამა მიგატოვა. შელუზერო, შეპრასტიტუტკა. ანუ სრული პროსტა არიცი როგორ მოიტყნე. პროსტა როგორი შოვრაც. ირილამდე მიიყვანდა გოგოს და აი მერე იწყებოდა უკვე პროცესი. და აი ამ ბედნიერ ნოტზე მეგობრებო, პატარა პაუზას ვიღებთ. იტრევს აქვს, მაგრამ სახლი ადგინა თუ აქ ცხოვრ. თუ რეგიონიდან ხარ და სახლი გჭირდება თბილისში ძალიან თუ პროჭი. საიდან შემოიხედა ტიმ. იქ ხო ციცარიელე იყო წეხან, ეხა შეავსო ატომებით, ეს ადგილი შეისო ატომები. მაგრამ აქ ციცარიელე იყო. დეიტრევს აქვს გაისტუმრებ ვალს და მერე მოკლედ 7000 ლარად ისხოვრებ ძალიან მაგრად. ძალიან დიდი მადლობა აზროვნების აკადემიაში თქვენ უსმენდით ბატონ ნიკოლოზ სვანიძეს, რომელმაც ჩაგვიტარა მასტერ კლასი რელიგიის ფილოსოფიაში. კაცური ხარ, მოდი გადავწიოთ.
რანაირად გადამიცა? ვიჭას გელი ვარ, რანაირად გადაგიციე, გელი ვარ და გელი. მე რაბდვალიშვილის პირველი დეითი, გოგოს რო ეუბნება, აი და ხელი გადავწიოთ. თუ წამოწექი და თუ აი მოიცა მეც წამოუწევი რა. მოდი. საიდან იციო ახლა იტყვიან, საიდან იცი თუ ორი მაუსი გამაგრე მაუსი და მაუსი მზად არის. ერთი